ილია, შენ ლეგენდების დამარცხებით ხარ ცნობილი და უშუალოდ შაბათ საღამოს ჩარლს ამარცხებ. ვინ იქნება შემდეგი მსხვერპლი? შემდეგი? არ ვიცი, ვინ იქნება შემდეგი, დანა? ამას შაბათს გავიგებთ. ვინც არ უნდა იყოს. თუ ჩარლზის სტატუსსა და წარმატებას გავითვალისწინებთ ამ სპორტში, მასზე გამარჯვება როგორ აისახება შენი რეზიუმესთვის და შენი მიზნისთვის. ყოველთვის ბევრს ნიშნავს ჩემთვის ასეთი მებრძოლების დამარცხება ჩემთვის. ის ამ სპორტის ლეგენდაა, შესაბამისად გამარჯვება ბევრს ნიშნავს ჩემი კარიერისთვის. დიდი პატივისცემად ჩარლს ჩემგან, თუმცა მე მხოლოდ ჩემ საქმეს ვაკეთებ. და შეკითხვა ჩარლს. თუ გავითვალისწინებთ ილიას ჰაიპს, იმ აურაცხელ პატივისცემას, რომელსაც მის მიმართ გამოხატავენ, და ასევე პოტენციურ UFC-ს მეფედ მის დასახელება გამარჯვების შემთხვევაში. მითხარი, შენი მემკვიდრეობისთვის რა გავლენას მოახდენს ილიაზე გამარჯვება? ჩემს მემკვიდრეობას გაამდიდრებს, მხოლოდ UFC-სთვის არა. ილიას დიდ პატივს ვცემ, ასევე მის განვლილ გზას. ერთს გეტყვით, შაბათ საღამოს შესანიშნავ ბრძოლას განახებ და ამისთვის მზად ვართ. Go ahead. I first time for Ilya.